გული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. მის ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული მთელი სხეულის ფუნქციონირება. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დღესაც რჩება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემად. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიო პრობლემაა და ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს სტატისტიკურად სხვა დაავადებებს შორის. კონკრეტულად საქართველოსაც თუ ვისაუბრებთ, აქაც სამწუხაროდ იგივე სტატისტიკა არის, წამყვანი პოზიცია უჭირავს. მაგრამ ამასთან ერთად არის დადებითი მომენტი ის, რომ არის თანამედროვე მედიკამენტები, სხვადასხვა ტექნოლოგიური კუთხით ადრე დიაგნოსტიკა ხდება ამ ყველაფრის, პრობლემა არის და მარტივად შეგვიძლია მის გაკონტროლება და მოგვარება. თუ უკვე ქირურგიულ ნაწილში გადავედით, მან ნადრევად კორონაროგრაფია თუ საჭიროა სტენტირება, შუნტირების არსებობის საჭიროების შემთხვევაში აკეთებენ ამასაც. გადანერგვა ხშირი არ არის, ეხლა საქართველოს კუთხით ვიძახით, თუმცა თანამედროვეობაში კეთდება და ძალიან კარგი შედეგებიც აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარია იქამდე არ მივიდეთ. გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის არსებობა განსაკუთრებით მაღალია საშუალო და ხანდაზმულ ასაკში, თუმცა ბოლო წლებში ეს სტატისტიკა საგრძნობლად შეიცვალა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა ახალგაზრდა მოსახლეობაშიც მოიმატა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გვირჩევენ, რომ ვისი ოჯახის წევრსაც გულის დაავადებების ისტორია აქვს, პრევენციის მიზნით კარდიოლოგთან ვიზიტი და გამოკვლევები აუცილებელია, რადგან გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა განაჩენი არ არის. ცხოვრების განსაღი წესი ხელს უწყობს გენეტიკური რისკების შემცირებას. ახალგაზრდობა ამ დაავადებების არის გარემო პირობებიდან გამომდინარე, გენეტიკა მათ შორის და სოციალური მავნე-ჩვევები, აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში რისკ ფაქტორები არის ყველასთვის ერთი და ამ რისკ ფაქტორებში თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი, ქოლესტერინის დონე მაღალი სისხლში, შაქრის მაღალი დონე და ასე შემდეგ. ამის გაკონტროლებით არა და არც მედიკამენტი დაჭირდება პაციენტს და არანაირი დამატებით ის არ იქნება საჭირო ჩარევა ქირურგიულ გულისხმობ, თუ ეს გაკონტროლდება და იქნება მოწესრიგებული დროულად. გულის დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ, შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა არსებობს რიგი ნიშნები, რომლებიც გვანიშნებს, რომ გულს ყურადღება სჭირდება. არის სიტუაციები, როდესაც თქვათ, ტკივილის ლოკალიზაცია არის სხვადასხვა, ჩივილი არის სხვადასხვა და ამ დროს გული არის პრობლემა ძირითადი, ხო? მაგალითად, ეპიგასტრალური, კუჭის არეში რო ვეძახით, ტკივილი შეიძლება იყოს არა კუჭნაწლავით გამოწვეული, არამედ კარდიოლოგით, გულთან დაკავშირებული ქრონიკული იშემიით. არითმიების კუთხითაც გულის ფრიალი ხშირი შეგრძნება პაციენტს როცა აქვს. უნდა ნახოს, არითმია არის თუ ნორმალური გულის წემის სიხშირე უბრალოდ აჩქარებული. მათ შორის თავბრუს ხვევა, ზოგჯერ თავის ტკივილი კეფის მიდამოში, წნევასთან არის ასოცირებული ეს ყველაფერი, ამიტომ მანდაც უნდა ინახოს რამდენია წნევის მაჩვენებელი. ხელის დაბუჟება, ქვემოკიდურების შეშუპება, ეს უკვე გულის უკმარისობისკენ მივყავართ. თუ არის თქვათ ხელის არეში ტკივილი, მარცხნივ ბეჭდში რადიაციით, გადაადგილებით ხო ტკივილი, გულის იშემიაზე ეჭვის არ მიტანა უნდა იყოს. ნებისმიერ სიმპტომზე დროული რეაგირება გადამწყვეტია, რადგან გულის დაავადებებთან მიმართებაში დრო გადამწყვეტ როლს თამაშობს. პრევენცია იწყება ყოველდღიური რუტინიდან. სწორი კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა და ცუდი ჩვევების თავიდან არიდება. ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ ჯანმრთელი გულით დიდხანს ვიცხოვროთ.